რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ვალია ვანიშვილი დაკრძალეს. მის დაკრძალვაზე დასასწრებად ნათესავებს ხურვალეთში მავთულ ხლართებზე გადასვლა მოუწიათ. ვანიშვილების სახლზე ხურვალეთში საოკუპაციო ხაზი გადის. დათა და ვალია ვანიშვილები მთელი ამ წლების განმავლობაში სახლის დატოვებაზე უარს აცხადებდნენ. არაერთი შეთავაზების მიუხედავად ისინი არ დათანხმდნენ არც ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის მიღებას. ვალია ვანიშვილის ქმარი დათა ვანიშვილი 2021 წელს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო პერიოდის განმავლობაში თავს შეუძლოდ გრძნობდა. იყო პერიოდი, როდესაც ვერ ვახერხებდით ამოსვლას, რადგან არ იყო ორივე მხარეს შორის შეთანხმება და სანამ ვიყავი არასრულწლოვანი, მანამდე ვახერხებდი ხოლმე შემოპარვას და შემდეგ უკვე ვეღარ შემოვდიოდი. დაახლოებით 8 თვე აღარ ყოფილა აქ და როგორც სატელეფონო ზარით გამომდინარე, ცუდად იყო ხოლმე ხშირად დაწუხებდა როგორც წნევის პრობლემა, ისე წელის პრობლემა და ასე შემდეგ. და როგორც გავიგე, გარდაიცვალა 17-ში, გარეთ იყო გამოსული და სკამიდან გადავარდა. და ალბათ მაგ დროს გარდაიცვალა, უბრალოდ მე თვითონაც არ ვიცი. როგორ გაგრძელდება ამ სახლის ისტორია, ასე ვთქვათ, იცხოვრებს აქ ვინმე დარჩება, დათა პაპაშევ ვალიამ გააგრძელა ეს რადი. კი, დარწმუნებულია რომ ეს ისტორია არ დასრულდება და ალბათ კიდევ განვაგრძობთ, რომ ჩვენი მხარე დავიჭიროთ და ვთქვათ, არ ვიცი, მაგრამ შესაძლოა იქნება, ალბათ იქნება შესაძლებელი, რომ ეს მავთულართი მალე გაიხსნას და ამოვხდით.